გამარჯობა ხალხო, დღეს პირდაპირ გეტყვით თუ როგორ იქცა ქართული ოცნება რუსეთის და კრემლის პირდაპირ მიკროფონად საქართველოში და ამის ნათელი გამოვლენა ის რომ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ აჟღერებენ ქართული ოცნების წევრები და გვაპარებენ ყოველღამე რუსულ სცენარს, ისეთ სადაც ერთი მხრივ საუბრობენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და მეორეს მხრივ პირდაპირ ანგრევენ ნატოსთან და ევროკავშირთან ჩვენს შესაძლო კავშირს და პირდაპირ მიგვაქანებენ რუსეთისკენ და მოსკოვისკენ. რუსული პროპაგანდის ლექსიკონია, რომ თითქოს ოჯახი და რელიგია საფრთხეშია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ასევე ის რომ დასავლეთი ქვეყანას გვართმევს სუვერენიტეტს და რომ ევროკავშირი ჩვენი მტერია. ამით რა დღეს ჩვენ თუ უბრალოდ შევადარებთ ქართული ოცნების და რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს ერთმანეთს, ჩვენ დავინახავთ რომ პირდაპირ Google Translate-ით აქვს ესე ვთქვათ ნათარგმნი ირაკლი ყობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს და სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, დუგინის, პუტინის და სხვა რუსი პროპაგანდისტების სიტყვები და ისინიც იგივე სიმეორებენ რომ თითქოს რუსეთი გვართმევს სამშობლოს, ღმერთსაც კი, სარწმუნოებას, ოჯახს და ქართველობას გვართმევენ თითქოს და ამას აკეთებენ ისე თითქოს პირდაპირ კრემლის მრჩევლის აგენტები გახდნენ სრული სისწრაფით. ქართული ოცნების პოლიტიკური მასკარადი არის ეს ყველაფერი და მოდი პირდაპირ გადავიდეთ ირაკლი ყობახიძის სიტყვებზე, სადაც ის იძახის, რომ როგორც ჩანს Deep State-ი ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვებგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოს ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ბატონო ირაკლი, მინდა გითხრათ და გახაროთ, რომ პუტინსაც ზუსტად ანალოგიური ჭეშმარიტება აქვს ბრწყალებში, უბრალოდ ამ შემთხვევაში ბიძინასგან განსხვავებით პუტინი თქვენს ნაცვლად დუგინს ათქმევინებს ამ სიტყვებს და ეს სიტყვებია უკრაინა არის Deep State-ი, ტრამპს არ შეუძლია Deep State-ის აღმოფხვრა ღრმად გადგმული ფესვების გამო. ხო და მინდა ვთქვა რომ ბატონი ირაკლი და დუგინი ზუსტად ერთი სცენარით მოქმედებენ, ზუსტად ერთ-ერთში იმეორებენ ერთი და იგივე სიტყვებს, რაც კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვებს საერთო ინტერესები ხო არ გააჩნიათ და ორივე ხო არ ცდილობს ჩვენი ქვეყნის რუსული მმართველობისკენ გეზის აღებას, რუსული ძალიან დამხვევა კი. ასევე მინდა ხაზი გაუშვა მამუკა მდინარაძეს ერთ-ერთი ვიდეო იყო, სადაც ირონიულად კითხულობს, რა უქენით გავიგვიძეთ თუ არა ჩელიაბინსკშიო, ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვაფრთხილებდით ჩვენ საზოგადოებას, რომ თუ ისინი ქართულ ოცნებას მისცემდნენ ხმას, ჩვენ ერთ რუსულ სახელმწიფოში გავიღვიძებდით მეორე დღეს და ხშირად მამუკა მდინარაძე ირონიულად სვამს ამ კითხვას, გავიღვიძეთ თუ არა ჩელიაბინსკში. დიახ ბატონო მამუკა, შენ ნამდვილად სწორად ასახავ იმ მაგ სიტყვებით თუ რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების მეორე დღეს, პირველ რიგში როცა არჩევნები გააყალბეთ, ეს არის რუსული მეთოდი, შემდეგ როცა შეწყვიტეთ რამდენიმე დღეში სრულიად შეწყვიტეთ ევროპისკენ წინსვლა, ესეც რუსეთის ინტერესებში ჯდება, დაიწყეთ მედიის კონტროლი, დახურეთ ქართული მედია საშუალებები და დღესაც აქტიურად ებრძვით მათ, ცენზურა შემოიღეთ მედიაში და ესეც სწორედ რომ რუსული მეთოდია, დაიწყეთ განსხვავებული აზრის დევნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე მუშაობა დაიწყეთ, რაც ასევე რუსული მეთოდია მმართველობის. ასევე ოპოზიციური ლიდერების დაჭერა დაიწყეთ. ესეც რუსული მეთოდია, ხალხის მოტყუება და დაშინება თითქოს ევროკავშირი ცუდია, ევროკავშირი გვებრძვის, ჩვენი მტერია, ოჯახებში გვივარდება და ორიენტაციას გვიცვლის, გაგიკვირდებათ და ესეც რუსული მეთოდია და ზუსტად ეს არის თქვენი შექმნილი რუსული სცენარი, რომელიც დღითიდღე უარესდება საქართველოში და აუცილებლად არ მიგაყვანინებთ ამ სცენარს ბოლომდე. მოდი პატარა შედარებაც გავაკეთოთ და განვიხილოთ თუ რატომ არის ქართული ოცნების და რუსული პროპაგანდის ერთმანეთში ესე ვთქვათ გადაჯვარება ესე სამხრივად. ორივე გვაბოლებს რომ თითქოს დასავლეთი გვართმევს სუვერენიტეტს, ორივე ამბობს რომ დასავლეთი საკუთარი ინტერესებს
გვახევს თავს, ორივე ლაპარაკობს deep state-ზე, ვითომ ეს არის რაღაცა ეშმაკის ქსელი და ყველგანა შეიძლება სარკეში რო იხედებით, მაშინაც მაგას ხედავთ შიშით და ბოლოს ორივე აპიარებს შის, რომ deep state-ი და დასავლეთი გვინგრევს რელიგიას, ოჯახს და ტრადიციებს. და ეხლა მოდი თქვენ გითხავთ ბატონო მამუკა, ეს რუსული სცენარია თუ ევროპული და არის თუ არა ოცნება პირდაპირ კრემლის პროპაგანდის ფილიალი ამ ყველაფრიდან გამომდინარე თუ იმშალებთ და რავი თუ რაიმე სხვა ვერსიები გაქვთ გისმენთ გელოდებით შემდეგ განცხადებებში პასუხი გაგვეცით ამაზე ხალხო როცა ოცნება გვეუბნება რომ დასავლეთი თვალებში გიყურებთ და გიმზადეთ შავი ფერის გეგმებს სინამდვილეში თვითონ ამზადებენ მხოლოდ და მხოლოდ რუსულ სცენარს და როცა გეუბნებიან რომ რაკენი ჩელიაბინსკში გაიღვიძეთ თუ არა კი ჩელიაბინსკში ვართ ნამდვილად ჩელიაბინსკში კი არა მოსკოვში ვიქნებით მალე თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით რადგან ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის რომ ხვალ გავიღვიძოს რუსული ტიპის მართლობის მქონე ქვეყანაში რადგან ეს არის ერთადერთი ქვეყანა მთელს მსოფლიოში სადაც დემოკრატია არ არის სანატრელი და სასურველი რადგან ებრძვიან მას რადგან თუ არ იქნება დემოკრატია მით უფრო მეტხანს შეინარჩუნებენ თბილ სკამებს პარლამენტში და ქვეყნის მართვას ისე განაგრძობენ როგორც მხოლოდ და მხოლოდ მასურთს და არა ხალხს და როცა ყოველჯერზე როცა ქართული ოცნება ამ რუსულ სცენარს გვახვევს თავს ჩვენ უნდა ვთქვათ სიტყვები და არა მარტო სიტყვები ეს ჩვენ ქმედებებში უნდა გამოიხატოს რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ეს ქვეყანა არის თავისუფალი ეს ქვეყანა არის ევროპული მომავლის რადგან სწორედ ამას იმსახურებს ქართული საზოგადოება ასევე აღსანიშნავია და სასაუბროა ის ფაქტიც რომ არსა და მთელი ევროკავშირის მასშტაბით არ ხდება ისეთი ფაქტები როგორიც ხდება საქართველოში და საქართველოს ამ კუთხითაც ძალიან გავს რუსეთს სადაც ცარიელი ფურცლის ჭერის გამო იჭერენ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო იჭერენ ადამიანებს და როგორც კი მოქალაქე ჩათვლის რომ ეს ქვეყანა არ ეკუთვნის რაღაც კონკრეტულ დაჯგუფებას რომელსაც ქართული ოცნება ქვია და ეს ქვეყანა სწორედ რომ მისია ეს ქვეყანა ჩვენია თქვენია როგორც კი ამაზრს გავიველებთ ჩვენ მაშინვე ქართული ოცნება როგორც რუსეთში პუტინი ცდილობენ და ცდილობს რომ ეს აზრი რამენაირად ჩაახშოს და იქონიოს ზეგავლენა ამაზრზე ამის ნათელი გამოხატულება რამდენიმე დღის წინ დაჭერილი სტუდენტი გოგონები და არა მარტო გოგონები ამის ნათელი გამოხატულება ასევე 53 სინდისის პატიმარი თუმცა ამ შემთხვევაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე მექნება იქიდან გამომდინარე რომ დაიჭირეს ლიკა ლორთქიფანიძე და თათია აფრიამაშვილი სეუსა და ილია სტუდენტები დაიჭირეს და ედავებოდნენ მარიამ ლაჩხზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას თუმცა რამდენად სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო ეს მათთვის ესეც კი ეჭვის ქვეშ დგას არა თუ ზოგადად ეგ ფაქტი იქიდან გამომდინარე რომ თუ შენ ყოველდღე აკეთებ რუსულ საქმეს თუ ყოველდღე იმეორებ კრემლის პროპაგანდის ნარატივს ერთ-ერთში ტელევიზიებში და ამას ახო ქართულ საზოგადოებას და ამით აკეთებ რუსულ საქმეს როგორ შეიძლება შეურაცხყოფა იყოს შენთვის რუსი მონის დაძახება და კი შენ რუსი მონა ხარ მარიამ და არა მარტო შენ ბევრი შენ თანაგუნდელია კიდევ რუსი მონა და აუცილებლად დამთავრდება თქვენი მართლობა და ბოგინი ამ ქვეყანაში და ასევე მინდა რომ ხარდაჭერა და გამოუცხადო ლიკასა და თათიას ჩვენ სამ თქვენ გამოხვალთ გარეთ აუცილებლად გავაგზავნებთ ამ ბრძოლას და როცა თქვენ შემოგვიერთდებით მით უმეტეს გავაგზავნებთ არ შეშინდეთ იდექით მყარად მაგრად რადგან ამით ამ საქციელით ქართული ოცნება არ ცდილობდა მხოლოდ თქვენ შეშინებასა და დაშინებას არამედ თქვენ ხართ მაგალითი სხვებისთვის რომ თითქოს არ უნდა გამოვიდნენ გარეთ თითქოს არ უნდა გააპროტესტონ არ უნდა გამოხატონ საკუთარი აზრი და თუ თქვენ გვაჩვენებთ მაგალითს რომ კიდევ და კიდევ არ გატყდებით და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბრძოლას უფრო მეტი ენთუზიაზმით შემოუერთდებით, რა თქმა უნდა ჩვენ ამით სწორ მაგალითს ავიღებთ და უფრო მეტი мотиваცია გვექნება რომ დასრულდნენ ეს არალეგიტიმური ტერორისტი ადამიანები ჩვენი ქვეყნის სათავეებში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ქვეყნის არალეგიტიმური ხელისუფლება არ არის ერთადერთი პრობლემა ამ ქვეყნის. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ხელისუფლებას ხელს უწყობენ იმ რუსული საქმის კეთებაში, რასაც ისინი აკეთებენ ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად და ამის ნათელი გამოვლინება არა მარტო აქციებზე ადამიანის ცემა და უმოწყალოდ ჩაგვრა პოლიციის მხრიდან ასევე გუშინ მოხდა ეგეთი ფაქტი როცა სეულში თათია აფრიამაშვილის მხარდასაჭერი პროტესტი გაიმართა ესე ვთქვათ აქცია და სეულის ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაში დაცვის თანამშრომლის უფროსებმა არ მიცეს სეუს უნივერსიტეტის სტუდენტებს ბანერის გადმოკიდვის საშუალება და მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ თქვენ ზუსტად რომ თქვენი არ არის ეგ უნივერსიტეტი, არა მარტო უნივერსიტეტი, არ არის თქვენი არანაირი უფლება არ გაქვთ აუკრძალოთ სტუდენტს სწორედ ესე ვთქვათ, რაღაც მოქცევის წესები უნივერსიტეტში, იმიტომ რომ კი უნივერსიტეტები ამ ქვეყანაში და სტუდენტები ამ ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ, იქნებიან და არიან ქვეყნის დემოკრატიის სტანდარტის დაცულობის გარანტი, იმიტომ რომ თუ ჩვენს ქვეყანაში დადებითობისკენ რაიმე ცვლილება გვახსენდება უახლოესი ბოლო 10 წლეულის განმავლობაში, ეს სწორედ რომ სტუდენტების დამსახურებაა და თქვენ სტუდენტებთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, ყოველთვის წააგებთ, ისე როგორც რამდენიმე 10 წლეულის წინ წააგო რუსეთმა ქართველ სტუდენტებთან ბრძოლა, საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და ზუსტად ისე როგორც მაშინ წააგო რუსეთმა ბრძოლა, თქვენც აუცილებლად წააგებთ ამ ბრძოლას, მიეცემით დავიწყებას და გირჩევთ რომ სანამ დრო გაქვთ გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს თუ გინდათ რომ თქვენი სახელი რა თქმა უნდა ისტორიის თეთრ ფურცლებზე ჩაიწეროს და არ გაქრეს უკვალოდ როგორც მინიმუმ. თუმცა არიან ადამიანები, ასევე თქვენი კოლეგები, რომლებიც არა მარტო რომელთა სახელით არა მარტო გაქრება ისტორიის ფურცლებზე, არამედ შეერაცხავს ისტორია როგორც დამნაშავეებად, როგორც სამშობლოს მოღალატეებად, უსირცხვილეობად და მე გისურვებთ რომ ეს გადაწყვეტილება სანამ ამის დროა, სანამ რაღაცების გამოსწორება შეგიძლიათ, მანამდე მიგეღოთ და მანამდე გადმოსულიყავით ისტორიის სწორ მხარეს, რადგან არ არსებობს ისტორიული მოვლენა არ არსებობს ფაქტი, სადაც სიმართლე ვერ იმარჯვებს და ასევე მინდა მცირედით შევეხო პოლიტპატიმრებს, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს, რომლებიც თეატრს რაღაცა ცირკში მასკარადში არ მონაწილეობის გამო დაიჭირეს, რაც თავისთავად უკანონოა, თუმცა ამ დაჭერის ფორმებშიც კიდევ უფრო დიდი უკანონობა იმალება. ამ შემთხვევაში ნიკამელიას და ზურა ჯაფარიძეს მინდა რომ თანადგომა გამოუცხადო, სოლიდარობა, შემდგომში ნიკა გვარამიასაც, რომელიც დაჭერილი იქნება, ასევე მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნის თვითმმართველობის არჩევნების საკითხს, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი გადიან და ამ შემთხვევაში მინდა რომ იმ ადამიანებს მიუმართო, ვისაც გონია რომ ამ არჩევნებზე გასვლა სწორი გადაწყვეტილებაა, მიბრძონ თამათ კოლეგებს, რომლებიც ღირსეულად ციხეზე უარის თქმის სანაცვლოდაც კი არ გადიან ამ არჩევნებში, რადგან ეს არის გზა, რითიც შეუძლია ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის მოპოვება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს ლეგიტიმაცია მათ მივცეთ თან როდესაც ვსაუბრობთ ღირს თუ არა რაღაცად ამ ლეგიტიმაციის მიცემა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ქართული ოცნება აუცილებლად გააყალბებს ამ არჩევნებზე და რისკი იმისა, რომ მაინც ვერ გაიმარჯვებთ ძალიან დიდია, ის ფაქტორი უნდა თავისოთ რომ დღეს 53 პოლიტპატიმარი ყავს ახალგაზრდა ბიჭი და ასევე ემატება ამ რიცხვს დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ხდებიან და არა მარტო ბიჭებია, გოგონები და სტუდენტები და ახალგაზრდები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ციხეში უკანონოდ არიან დატყვევებული და ამის ფონზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამ ყველაფრის ფონზე ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა არის სრული აბსურდი და ასევე ის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ რომ ქართული ოცნების დაპირება რომ თითქოს აკრძალავდა პარტიებს აღარ არის მხოლოდ დაპირება და იმ პოლიტიკოსების მაგალითზე რომლებიც დღეს ციხეში სხედან ჩვენ ვხედავთ რომ ამის საფრთხე უკვე მართლაც რეალურია რომ აიკრძალოს გარკვეული პარტიები საქართველოში და დამიჯერეთ რომ ეს აკრძალვა თუ კი ქართული ოცნების მმართველობის პირობები გაგრძელდება აუცილებლად ბოლოს თქვენს შეგეხებათ, რა თქმა უნდა შეგეხებათ იმ შემთხვევაში თუ ქართულ ოცნებასთან არ ითანამშრომლებთ და ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა კი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესების გატარებაა საქართველოში და მათ შორის თანამშრომლობა კი არალეგიტიმური მთავრობის მიერ არჩევნებზე გასვლაც თანამშრომლობაა და გისურვებთ რომ სწორ მხარეს გადმოსულიყავით თქვენც და მინდა დავესრულო ერთ-ერთი ჩვენი პოლიტიკოსის სიტყვებით რომ ამ ქვეყანაში ძალა ვერასდროს იქნება სიმართლე, სიმართლე იქნება ძალა.